ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით კოალიცია ქართული ოცნების არციის თემას. მე შეგახსენებ თბილისსა და ქუთაისში პარალელურად გაიმართა კოალიცია ქართული ოცნების არცი. ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ ქუთაის და თორნიკე ხურციძე ბოლო ინფორმაციით. აქცია ქუთაისში უკვე დასრულებულია. ეკა ბესელია, კახი კალაძე, ირაკლი ალასანია, გუბა სანიკიძე და კიდევ რამდენიმე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობის სახე წარსდგნენ დღეს ქუთაისელების წინაშე. ჩემს გვერდით იმყოფება ქალბატონი ეკა ბესელია, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით ქალბატონო ეკა კიდევ ერთხელ. ძალიან მოკლედ შეგვიფასოთ დღევანდელი აქცია როგორ იყო მოლოდინები და ძალიან ბევრი ხალხი იყო, იმიტომ რომ ქუთაისის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია პრინციპში გადაჭედილი იყო ხალხით. საოცრება ხდებოდა დღეს როგორც დედაქალაქში, ასევე ქუთაისში და ქუთაისმა და თბილისმა შეკრა ერთიანად საქართველო, მთელი ქართველი ხალხი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მართლაც ყველაზე გამორჩეული დღე, როდესაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე მზად არის გამარჯვებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა როგორც თქვა, ერთ მუშტაც შეკრა ქართველი ხალხი 1 ოქტომბრისთვის. ჩვენ 1 ოქტომბერს მზად ვართ მივიდეთ გამარჯვება გავაფორმოთ. ჩვენ წინასწარ ულოცავთ ერთმანეთს ამ გამარჯვებას. საოცარი ემოცია იყო ქუთაისში, საოცარი განწყობა, საოცარი მოლოდინია. დღეს დასავლეთი და აღმოსავლეთ საქართველოს, სრულიად საქართველო გამოთქვა მზადყოფნას, რომ მზად არის საქართველოს აუხდინოს ქართული ოცნება. ეს არის მთლიანი საქართველო, სამართლიანი საქართველო, ღირსეული ქვეყანა, სადაც არასოდეს არ მოხდება ის, რაც ჩვენ ნახეთ. მე ულოცავ ქართულ ხალხს ამ ერთობას, მე მჯერა ქართული ოცნების გამარჯვების და მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მუშტად შეკრულ ხალხს 1 ოქტომბერს ქართულ ოცნებას აუხდეს. დიდი მადლობა. გუბა სანიკიძე ქუთაისში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი იმყოფება ასევე ჩვენთან. ბატონ გუბა, თქვენ წეგან საუბრობდით, რომ ეს ხო კიდევ ერთხელ ძალის დემონსტრირება ნაციონალური მოძრაობის მიმართ და მმართველი პარტიის მიმართ და კიდევ ერთხელ დაანახეთ საკუთარი უპირატესობა. თქვენ წეგან ამას საუბრობდით, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რამდენად იყო ეს? მე უფრო ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩვენ ძალის დემონსტრირება აზრი აღარ აქვს უკვე რა, ეს ნათელი არის, ხო? უბრალოდ ეს არის შეკრება საარჩევნო ბრძოლის ფინიშის წინ, ეგრეთ წოდებული ერთგვარი გენერალური დათვალიერება. სიმბოლური იყო, ძალიან კარგი იყო, რომ ორ ქალაქში გაიმართა, ორ დიდებულ და სახელოვან ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო დგას ორ დიდებულ ქართულ ნაკადზე, აღმოსავლეთ ქართულზე და დასავლეთ ქართულზე, თბილისზე და ქუთაისზე, ფარნავაზ მეფეზე და ქუჯი ეგრისელზე, ილიაზე და აკაკიზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენა ვართ ერთი აზრით, ერთი სულით და ერთი ხორცით, შეკრული ერი და ეს დადასტურდა დღეს. დიდი მადლობა. ქართული ოცნების ლიდერების გარდა დღეს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობის სახეები წარდგნენ ქუთაისელების წინაშე. სპორტსმენები იყვნენ, მათ შორის რამაზ ნოზაძე და ძალიან ბევრი სპორტსმენი იყო დღეს ქუთაისში ჩამოსული. უდიდესი განწყობა იყო, აი თითოეული ქართული ხალხის ეს არის ზეიმი, ეს არის ნამდვილი. აი პირველ რიგში რომ წავა ადამიანი არჩევნებზე და მიცემს საქართველოს ხმას, ეს იქნება დამაგურგებელი ფაზა და ეს ჩაიწერება ოქროს ასოებით, როგორც საქართველოს განთავისუფლების დღე ტირანისგან. საქართველო გაიმარჯვებს. ყოველთვის საქართველოს ევლინებოდნენ ისეთი გმირები, როგორც არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ძლიერი გუნდი და ამ გუნდთან ერთად საქართველო გაიტანს ლელოს და იქნება ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. დიდი მადლობა. გუბა სანიკიძე, ეკა ბესელია, რამაზ ნოზაძე იყვნენ ჩვენთან ერთად ქუთაისში აქციას რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზუსტი ციფრი თუ რამდენი ათასი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა აქ საუბრობდნენ, რომ ყველაზე უხეში გათვლებით დაახლოებით 100,000 ადამიანამდე იყო შეკრებილი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. დიდი მადლობა. თორნიკე ხურციძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან რამდენი ადამიანი იყო დღევანდელ აქციაზე. ცნობებს ამის თაობაზე მომდევნო გამოშვებებში მოვდაწვით.